არა მაგალითად რატო გიზით ციხეში? ვინ არის? ვინც არის? ხო იცი? არ ვიცი, აზია არ ვარ დედა მომენტეს. ვინ არის? მითხარ ხო ზუსტად იცით რომ აი მაგალითად 150 კაცი ვიჯექით პარლამენტში. 150-ვე იცის რომ პატა მანჯგალაძე არ არის რევოლუციონერი. პატა ის ტიპი? შემთხვევით შეიძლება მოხდა სულ დღეს სულ ადგილზე. ხო და თქვენი მართლმსაჯულების სისტემა უნდა ազღევდეს იმას რომ გაარჩიოს ეხა პატა მანჯგალაძე დამასრულებინე რა ნახე თქვენი მართლმსაჯულები შევცვალო კაცო ნახე მართლმსაჯულების სისტემა უნდა ազღევდეს იმას რომ ერთმანეთისგან განასხვაოს ნაღდი კრიმინალი და შემთხვევით არასწორ ადგილას მოხვედრილი ადამიანი თქვენ ყავთ კონკრეტულად ადამიანი რომელიც შემთხვევით არასწორ ადგილას მოხვდა და ციხეში გიზით რატო გიზით ციხეში იმიტომ რომ არცევოს კიცებულება ის იდიოტი ბოდიში ციხეში ზის რა მანჯგალაძე იყო იმ იდიოტებთან ერთად არ იყო მიტინგზე არ იყო არ გადაულახია არა მაიცა კაცო მაიცა წამი ის არ გადაულახია პატა მანჯგალაძე არ ყოფილა საერთოდ დედასფიცავ არ ყოფილა იქ არ იყო მიტინგზეც არ იყო აპროსტა დაიჭირეს სახში დაიჭირეს მერე კი დაიჭირეს პატა გადაღებული სელფის არა, ნათქვამიც ექნებოდა მე არა ნათქვამი გაშვაშია ბოდიში მე არა ვარ საქმეში მოვიკითხავ მაქსი საქმეს თავიდან ბოლომდე და მოწოდება გააკეთა თუ არა მაგასაც ვნახავ მე მგონი გააკეთა და დავწერე Facebook-ში და მე კიდევ ვიკამათოთ მაგაზე შეიძლება მეუბნები რომ ვაფშე შეთქვით კაცი სახში იყო ეს იცის ყველა პერაშკებს ჭამდა და დაიჭირეს ხო და ეს იცის ყველა ხელმძღვანელობს ვინ არის საორგანიზაციო კომიტეტში აი წარმოგიდგენთ ირაკლი ნადირაძე ბატონი მურთაზ დოდელავა, ბატონი ლაშაბერიძე, ბატონი პატა მანჯგალაძე და ჩვენი მონამორჩილი. ისე რომ აი ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვაკეთებთ ამის ორგანიზაციას და ძალიან ვთქვით ყველას რომ ჩვენგან უნდა მოვიდეს აი ეს მომავალი ნაბიჯები, უნდა მიიღოთ ეს რომ ჩვენგან არის ეს მომავალი ნაბიჯები და ამას უნდა